აი ასე უწევთ დღეები და კვირეები ამის გაკეთება, რომ მიიღონ დაახლოებით ასეთ შედეგი. ეს არის მარცვალი, რომელიც უნდა მოიხალოს საბოლოო ჯამში. ეხლა შემდეგ ასე არჩევენ. ასე ხდება გადარჩევა, რომ დაზიანებულები ამოიღონ და დატოვონ მხოლოდ გამოსაყენებელი და ვარგისი გავის მარცვლები. ხალავენ ადგილობრივად ყავას. დაახლოებით 30 წუთიდან 60 წუთამდეა საჭირო იმისთვის, რომ მიიღოთ საბოლოო პროდუქტი. მოხალვის შემდეგ უკვე უნდა დატეხონ. ეს არის ფილტრი, რითაც ყავას ფილტრავენ. ასხამენ წყალს და ეს არის ყავა. პირველად მადაგასკარის ამ რეგიონში პირველი ქართველი სინჯავს ადგილობრივის ოჯახში მოყვანილ ყავას. ძალიან გემრიელია. სავსე არის სხვადასხვა გემოებით.